დიანა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრება გრძელდება, ბუნებრივია და აქ ელოდებიან უამრავ ადამიანს, რომლებსაც აქვთ სურვილი რომ მიიღონ მონაწილეობა ევროპულ მარშში და კიდევ ერთხელ მორიგჯერზე დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და აზრი რომ რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეებს სურთ ევროპა ქვეყნისთვის და ეს იქნება ერთგვარი მშვიდობიანი პროტესტი მარში, რომელიც ჩავა ევროპულ მოედანზე სიმბოლურად. ნელ-ნელა უერთდებიან ევროპული მარშის მონაწილეები, მშვიდობიან პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც აქ შეიკრიბნენ 5 საათიდან დაიწყეს შეკრება ეკა გიგაური, რომელსაც მე ვხედავ და გავესაუბრები, გამარჯობა ქალბატონო, ეკა პირდაპირ ეთერში ვარ და მინდა ძალიან ეს მარტივად გკითხოთ, რა იქნება დღეს თქვენი გზავნილი კიდევ ერთხელ, როგორც ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, ასევე ივანიშვილის ხელისუფლებისთვის. რა არის მთავარი სათქმელი დღეს თქვენი დღევანდელი აქცია? მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას და ამ ბრძოლაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა, ხომ? იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორ დაიყო საზოგადოება, ხომ? და ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ბრძოლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთობა. ჩვენ ვამბობთ, რომ ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი. მეორე არის ის, რომ ჩვენ უნდა დავანახოთ პირველ რიგში ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს გვერდით დგანან, ის რომ ჩვენ არ ვიღლებით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას და ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ ძალიან მტკიცე. ამიტომ მესმის, რომ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აი აზრი არ აქვს, დავიღალეთ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ უნდა დაგვემართოს. მოკლედ, ჩვენ აუცილებლად ბევრნი უნდა ვიყოთ, ჩვენ აუცილებლად უნდა ყოველ დღე ვანახოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ჩვენ ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის და რა თქმა უნდა ვთქვათ ის რა გვინდა ჩვენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდებ, რომ მოვიდეს, შემოგვიერთდეს, ჩვენ გვექნება 5 მარში სხვადასხვა ლოკაციიდან და შემდეგ უკვე ყველა ეს მარში გაერთიანდება ევროპის მოედანზე და ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ, კიდევ ერთხელ უნდა ვიყოთ ერთად, მესმის რომ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გქონდეს, მაგრამ ძალა არის მართლაც ერთობაში. მადლობა ქართული ხალხი, საქართველოს მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ დაანახებენ ევროკავშირს, ევროპის ქვეყნებს, რომ ქართული ხალხის არჩევანია ევროპა და მათსა და ევროკავშირს შორის უმსხვრული არ გაჩენილა, ქართული ხალხი მის არჩევანს და პოზიციას ყოველდღიურად აფიქსირებს და დღეს იქნება კიდევ ერთი აქტი და საჩვენებელი ნინო ევგენიძეს ვხედავ. ეს არის სამთავრობო ორგანიზაციის და ასევე ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით ხდება შეკრება აქ სწორედ ამ ლოკაციაზე და აქედან დაიძრობიან სწორედ აქციის მონაწილეები მარშით. სწორედ ამიტომ ახლა მეტწილად არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან აქ შეკრებილები, ქვეყნის გავლენიანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები. ნინო ევგენიძე, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ ქალბატონ ნინო. თქვენს კითხავთ კიდევ ერთხელ მაინტერესებს რა იქნება მთავარი გზავნილი და მესიჯი დღეს თქვენი მხრიდან, რას დააფიქსირებს? ხო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეს დღე 75 წლის წინ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო მომავალი, ასე ვთქვათ, თაობებისთვის, იმისთვის, რომ განვითარებული, მშვიდობიანი და წარმატებული ცხოვრება ჰქონოდა თითოეული ამ კავშირის, ასე ვთქვათ, წევრებს. ამიტომაც ისტორიული დღე არის, იმიტომ რომ საქართველოს ასე ახლოს ამ მიზანთან არასდროს არ ყოფილა და ის რუსული რეჟიმი, რომელსაც მიტაცებული აქვს ამ ქვეყანაში ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეს ყველაზე დიდი მიღწევა ისტორიული დაგვაშოროს ამ მიღწევას და ხელიდან წაგვლიჯოს ეს მონოპოლარი. ამიტომ დღეს აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ თელ მსოფლიოს და პირველ რიგში ამ რუსულ რეჟიმს, რომ ქართველი ხალხი ძალიან მტკიცედ და მყარად დგას ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებების და მომავლის დასაცავად. მადლობა დიდი. ევროპული მომავლის მცველები, ეს არის სწორედ მათი მიზანი და მათი პოზიცია დღევანდელი შეკრების და მთავარი მესიჯი, როგორც ივანიშვილის ხელისუფლებისთვის, რომ ქართული ხალხი ურყევად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ასევე ევროკავშირისთვის,
რომ ქართული ხალხის არჩევანია სწორედ ევროპა და ქართული ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირმა და ასე მიიღოს გადაწყვეტილება და არა ივანიშვილის რუსული რეჟიმის შეკრება გრძელდება კვლავ რა თქმა უნდა რჩებიან ადგილზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე სამართალდამცველების მობილიზებაც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად რომ ძალიან დიდია მათი რიცხვი პირველი რესპუბლიკის მოედანზე უკვე სრულობით წავენ აქციის მონაწილეები სანაპიროს გავლით შეთანხმებულია მათი გეგმა როგორ გადაინაცვლებენ ევროპის მოედანზე ევროპული მარშის მონაწილეები და შეუერთდებიან დიდ პროტესტს ქართველი ხალხის იმ ხმას რომელიც დღეს ჟღერდება ევროპისთვის. მადლობა